დათვის წვეულება. იგავარაკი. დათმალ ხინი გადიხადა. მოიწვია მეზობლები. გარეშენიც ბევრი ჰყავდა ტურა, მელა, კატა, მგელი. უკეთესი მასპინძლობა უნდა ვთქვათ, რომ არ ნახულა. რა საჭმელი, რა სასმელი, რა იყო რომ იქ არ დგმულა. გადაჰკრეს და სადღეგრძელო სათითაოდ გააჩინეს. სამადლობელ სავსეს სვამდნენ, წვეთი არ ვიშიარჩინეს. გახალისდა დათუნია. მოლხენით რომ სხვებიც ნახა, თვისის ბოხის მაღალ ბანით სუფრულიც კი შემოსძახა. გაოცებული მის სტუმრებს მარტო ესეც არ აკმარა, გადმოახტა სუფრას თავზე და ლეკურიც დაუარა. მელაკუდა მტაში დაჰკრა. ამ ფერჩემო დათუნაო, როგორ გშვენისეს დავლური, მალაყები და ხთუნვაო. მაშინ მგელმა ჩასჩურჩულა. მელაო, ტყუილს ნუამბობო, სასაცილოდ დაძუნძულებს და შენ ეგრე რა დამკობო. მაგრამ მელამ უპასუხა. ბრიყი ხარ და სულელიო. ურას დამეწებ მაგის თამაშს. მე სხვა რამეს მოველიო. მოვუწონებ ეამება. გაბრიყვდება ამ ქებითო. და ჩვენ კი რა გვენაღვლება? ბახშმადაც აქ დავრჩებითო.